სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს. ირაკლი კობახიძის შემდეგ უკვე მიხეილ ყაველაშვილი გამოხატავს ღიად, რომ ქართული ოცნების მოლოდინები ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვის თუ დაალაგების შესახებ არ გამართლდა და ახლა ყველაფრის ისევ დიპ სტეითისთვის გადაბრალების დროა. ქეთი ნადიბაიძე მოისმინა შეფასებები ღია წერილთან დაკავშირებით, ის ახლა გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ წერილის ავტორი, რომელიც თეთრ სახლში გაიგზავნა, არის მიხეილ ყაველაშვილი, მაგრამ არის თუ არა ის ინიციატორი და მან გადაწყვიტა თუ არა, რომ ტრამპისთვის ეს წერილი უნდა გაეგზავნა. ამ შეკითხვას ქართული ოცნების დეპუტატები ტოვებენ უპასუხოდ, არიციან დაუბრუნდებათ თუ არა თეთრი სახლისგან. პასუხი მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ პირველი მცდელობა, რომელიც ირაკლი კობახიძეს ჰქონდა თეთრ სახლში წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით, ეს წერილი მაშინ ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ დატოვა უპასუხოდ. ახლა არიან ქართული ოცნების წევრები ისევ პასუხის მოლოდინში, რატომ არ აქტიურობს დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ოცნებასთან ურთიერთობაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც პარტიის წარმომადგენლებს დავუსვით. ისინი გვეუბნებიან, რომ მათაც სწორედ ეს აინტერესებთ, რადგან დიპ სტეითთან მებრძოლი დონალდ ტრამპის თანამოაზრეები არიან ქართული ოცნების წევრებიც. გვინდა რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არის ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის, დავიწყოთ თავიდან და ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯები არის გადადგმული და ყაველაშვილის წერილის პათოსი სწორედ ეს არის, რომ ელოდება იგივეს შეერთებულ შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისგან. თავად გამოთქვა ყაველაშვილმა სურვილი ამ წერილის გაგზავნის. არა, ფორმულა პარტიამ მიაწოდა. არა, მე ზუსტად ვიცი. ფორმულა შეუთანხმა და ისე გააგზავნა. არ სერიოზულად რატომ პასუხობ? გავიცინე რამეზე, გავიცინე. ჩვეულებრივი კითხვა არის, მან გამოთქვა. ჩვეულებრივად პასუხობთ, მან გამოთქვა ინიციატივა თუ პარტიამ მიაწოდა კიდე. ერთადერთი, ვისაც შეუთანხმა, ვიცია ფორმულაო, ნუ გამცემთ. ინიციატორი ვინ იყო ამ წერილის? ნახეთ, პრეზიდენტი არის ინიციატორი ბატონი მიხეილი. შემოთავაზეთ რომ გაუგზავნი და? ბატონი მიხეილი არის ინიციატორი, რა თქმა უნდა, მისი გაგზავნილი იყო. ინიციატორი არის წერილის მანდატი. დიახ. როგორ ფიქრობთ, ამდენი ხანი რატომ ვერ მიიღეთ მეტი აქტივობა და ყურადღება ტრამპის ადმინისტრაციის? უკაცრავად უნდა შევიდე, რა პოდი ის მოხდეთ. რა პასუხსელოდებით შეგიძლიათ გითხრათ? ვისი ინიციატივით გაგზავნეთ? არ გვეტყვით? პასუხსელოდებით პირველ წერილზე არ დაგიყვანეთ პასუხი და ახლა ელოდებით. წერილის ავტორი მე მგონი ხელმოწერა ახლავს თან, ხო? და აქ ზედმეტი განმარტებები უკვე აღარ არის საჭირო. ჩვენი ასე ვთქვათ, მოწოდება იქეთკენ არის მიმართული, რომ შესაბამისი დამოკიდებულება, ყურადღება და საქმიანი დამოკიდებულება გამოხატული იყოს მათი მხრიდან საქართველოსათვის. ეს მნიშვნელოვანი არის. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელ რიგ ფუნდამენტალურ საკითხებში, რომელიც ეხება მათ შორის სოფხედველობრივ საკითხებს, სახელმწიფო სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა და განცხადებები და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა და განცხადებები ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ამ საკითხში არის ფაქტობრივად იდენტური. ქართული ოცნება უკმაყოფილოა დონალდ ტრამპის პასიურობით, აცხადებენ, რომ ტრამპთან მათ პარტიას აქვს ღირებულებითი თანხwebdriver და რომ ქართული ოცნების სახით დიპ სტეითთან ბრძოლის პროცესში ტრამპს მყავს თანამოაზრე, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ წერილის გაგზავნა თეთრ სახლში. ირწმუნებიან პარტიაში, რომ ავტორი ამ წერილის არის მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა ქართული ოცნების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და მისი გზავნილებით გაჯერებული დოკუმენტი, რომელიც გაიგზავნა თეთრ სახლში. ამჯერად ეს წერილი არის ღია, საჯარო, საზოგადოებამ ეს ნახა და წაიკითხა. პირველი მცდელობა, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას, რომ ახლად გაპრეზიდენტებული ტრამპისთვის წერილი გაიგზავნა, ეს იყო გაზაფხულზე, რამდენიმე თვის წინ, როდესაც კობახიძემ გაგზავნა წერილი, თუმცა მაშინ ეს წერილი ღია არ ყოფილა და ტრამპს პასუხი არც დაუბრუნებია ქართული ოცნებისთვის და განაწყენებულმა პარტიამ მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაშინ ეს წერილი გაესაჯაროებინა. ახლა კი გაგზავნისთანავე ეს წერილი არის უკვე საჯარო.